წყალს იმდენად დამანგრეველი ძალა აქვს, 1.100.000.000 კუბომეტრი წყალი აწვება. ეს რომ ყიფე იყოს და არ ირხეოდეს და ამპლიტუდა არ ქონდეს, აუცილებლად დაანგრევს. ესე იგი, ზოლის მთის მხარე ნაწილი არის საძირკველი, აქეთა ნაწილი თვითონ კაშხლის ძირითადი ტანი. მან რკინით გადაბმა, ანუ საძირკველსა და კაშხალს ტანს შორის არ არის, იმიტომ რომ წყლის მატებასთან ერთად და დაკლებასთან ერთად აემხელა ნაგებობას, თაღოვან ნაგებობას 728 მეტრია სიგანეში და 271 მეტრი სიმაღლეში, ხონდეს ამპლიტუდა, გადახრის შესაძლებლობა. ეს არის ცის თაღის, ორმაგი თაღის ფორმის კაშხალი, ზუსტად ამიტომ არის განსაკუთრებული, რომ ეს არ მოძრაობდეს, გამორიცხულია, დაინგრევა, წყალი დაანგრევა. საერთოდ 2010 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობად ითვლებოდა მსოფლიოში, მერე ჩინეთში აშენდა 2, რომელმაც სიმაღლეში გაგვისწრო. თან აქ ვამბობ თაღოვან კაშხლებში, იმიტომ რომ არსებობს კაშხლების სხვადასხვა ტიპი. შარშანწინ აშენდა თურქეთში დასრულდა 2 მეტრანახევრით გაგვისწრო იმ კაშხალმა სიმაღლეში. მაგრამ მაინც ათეულში ვარ. ეხლა ეს არის 271.5 მეტრი რა. 80 სართულის სიმაღლე არის. პრინციპი რა არის, რომ კაშხალი აგროვებს წყალს, მერე მიიღებს გვირაბი და დენის გამომუშავება ხდება აი ამ გვირაბის ბოლოში, იქით აფხაზეთის მხარეს.